და არაოფიციალური შეხვედრების სერია უკვე თბილისის მერიოდში მის პირად ნომერში გრძელდება. ვიზიტის აქცია და სწორედ იმ დროს, როდესაც ისინი სოროსის პიტულს აღჭობდნენ, მათ შეხვდათ პრეზიდენტის ესკორტი და საკმაოდ დიდი ხმაურით გააცილეს მიხეილ სააკაშვილის ესკორტი, რომელიც რეზიდენციაში მიდიოდა. და რამიზანი უნდა გქონდეს თქვენ მიპასუხეთ მე რამიზანი უნდა გქონდეს რიგით მოქალაქეს თუნდაც მილიარდერი იყოს არ აქვს მაგას მნიშვნელობა როდესაც იგი ჩამოდის სახელმწიფოში დამოუკიდებელ სახელმწიფოში და მისი ათვისება სურს კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა ლიკა გესმის თუ არა ჩემი? აქციის მონაწილეები მოითხოვენ დატოვოს სოროსმა საქართველოს ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რასაც აქციის მონაწილეები აფიქსირებენ. ერთადერთი არის რასაც ისინი სკანდირებენ, ეს არის სოროსის წელებო საქართველოს არ იყიდება. აქციის მონაწილეები აპირებენ წავიდნენ აქედან მეტეხის ხიდზე და ხიდიდან გადააგდონ წყალში ფიტული, თუმცა როგორც ისინი ამბობენ, ეს ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის შესაძლოა ჯორჯ სოროსის ფიტული აქციის მონაწილეებმა აქვე რუსთაველის პროსპექტზე დაწვან. დღეს კიდევ ერთი აქცია გაიმართა სოროსის საწინააღმდეგოდ. ის აქცია ლეიბორისტებმა გამართეს ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს შენობის წინ. ამ აქციების შესახებ შესვლას გეკმავდა. ლიკა გესმის თუ არა ჩემი? აქციის მონაწილეები მოითხოვენ დატოვოს სოროსმა საქართველოს ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რასაც აქციის მონაწილეები აფიქსირებენ. ერთადერთი არის რასაც ისინი სკანდირებენ, ეს არის სოროსის წელებო საქართველოს არ იყიდება. აქციის მონაწილეები აპირებენ წავიდნენ აქედან მეტეხის ხიდზე და ხიდიდან გადააგდონ წყალში ფიტული, თუმცა როგორც ისინი ამბობენ, ეს ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის შესაძლოა ჯორჯ სოროსის ფიტული აქციის მონაწილეებმა აქვე რუსთაველის პროსპექტზე დაწვან. დღეს კიდევ ერთი აქცია გაიმართა სოროსის საწინააღმდეგოდ. ის აქცია ლეიბორისტებმა გამართეს ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს შენობის წინ. ამ აქციების შესახებ ჩვენი სიუჟეტი. კვერცხების სროლის შემდეგ ჯორჯ სოროს რამდენიმე უსიამოვნო სიურპრიზი კიდევ მოუმზადეს. იმ დროს, როცა ცნობილი ფინანსისტი თავისივე გრანტით დაარსა, მეტყია გრძელდება კიდევ ერთი საპროტესტო აქცია. იმ ადგილზე, სადაც 9 აპრილის მოვლენების დროს როდიონოვის ფიტული დაწვეს, დიდი ეროვნული გაერთიანების წევრები დღეს ცეცხლ სიმბოლურად ჯორჯ სოროსის ფიტულს წაუკიდებენ. ჯორჯ სოროს არასასიამოვნო სიურპრიზებს დღესაც პირდებიან. დიდი ეროვნული გაერთიანების წარმომადგენლები ცნობილი ფინანსისტის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას მოითხოვენ და პარლამენტის შენობის წინ მთელი დღეა სკანდირებენ. ჩვენ მოვითხოვთ, რომ სოროსი გამოცხადდეს პერსონა ნონ გრატად და გაძლიერებული იქნეს საქართველოდან უნდა დავწვათ მისი ფიტული, თუ შეიძლება ასე ითქვას. იმიტომ რომ ეს კიდევ ერთხელ სირის გაწვენა იქნება საქართველოს მოსახლეობის მხრიდან სოროსის წინააღმდეგ. საქართველო არ გახდება სოროსის სორო. ამ და სხვა ლოზუნგებით აღჭურვილი აქციის მონაწილეები აფხაზეთთან მიმართებაში სოროსის მიერ დაარსებული ფონდის პოლიტიკასაც აპროტესტებდნენ. შეიმუშავეს პროგრამა დოქტრინა, რომელსაც დაარქვეს აფხაზეთის დაბრუნების დოქტრინა. სინამდვილეში ეს გახლავთ აფხაზეთის საბოლოო დაკარგვის და აფხაზეთის დაკარგვის იურიდიულად გაფორმების დოქტრინა. რამე თუ იგი შეიცავს საკმაოდ საშიშ მექანიზმებს.
ამერიკელი ფინანსური მაგნატის საქართველოში ვიზიტს ეჭვის თვალით უყურებს უბრალო მოსახლე. ხედავთ ჯორჯ სოროსი საქართველოში კიდევ ერთ დღეს დარჩება და ის არც თავის გასაიდუმლოებულ პროგრამას შეცვლის. აქციის მონაწილეები სოროსის საქართველოდან წასვლამდე დაშლას არ აპირებენ, ამ დრომდე მათ ისე ვერ გადაწყვიტეს დაწოვენ სოროსის ფიტულს თუ მტკვარში გადააგდებენ. ისინი აცხადებენ, რომ ამ ინფორმაციის გამჟღავნებას გარკვეული მიზეზების გამო ერიდებიან, კერძოდ მათ არ სურთ, რომ პოლიციამ მათ ამაში ხელი შეუშალოს. აქციის მონაწილეები იმასაც აცხადებენ, რომ ისინი გარკვეულ სიგნალს ელოდებიან, თუ დატოვებს ჯორჯ სოროსი იმ ტერიტორიას, სადაც ის აქამდე იმყოფებოდა და გამოვა, მათი სურვილია, რომ სოროსის თვალწინ გააკეთონ ეს ყველაფერი და სავარაუდოდ ეს 8 საათზე მოხდება. დიდი მადლობა ლიკა, ანტისოროსისტების აქციიდან პირდაპირ ეთერში ლიკა ბერაია საუბრობდა. სოროსი უარს ამბობს. გოგო, ჩემი